აი წარმოგიდგენიათ, როდესმე ჩვენ როცა წარვდგებით ღვთის წინაშე, როცა ჩვენ გარდავიცვლებით, საბოლოო ჯამში როცა უფალის დაბრუნდება და მოხდება დიად მერვე დღეში შესვლა, რომელიც გონება მიუწვდომელი ბედნიერებაა და ჩვენ არ ვიცით ეს რა არის. ადამიანურ ენაზე რომ ვისაუბროთ, წარმოედგინეთ, ეს იქნება მყუდრო ბედნიერებით აღსავსე სახლი, სადაც ქრისტე იქნება მამა ჩვენი და დედა კიდე ღვთისმშობელი. თითოეული ჩვენგანი, თითოეული ადამიანის და თუ ადამიანს ოდნავ მაინც წარმოუდგენია, უფიქრია, ოდნავ მაინც, რომ რას ნიშნავს, რომ ხარ მყუდრო ბედნიერებით აღსავსე სახლში, რომელშიც მამა ყავს და ეს არის შენი ღირსება, რომელშიც დედა ყავს და ეს არის შენი გონება მიუწვდომელი თვალზე რო ცრემლი მოგადგება იმგვარი მყუდროება და ნეტარება. ეს არის ჩვენი მომავალი, აქეთკენ მივდივართ ჩვენ. ჩვენ ამისთვის ვართ გაჩენილი და აი სახლის თავად ღმერთია, გესმით რაშია საქმე? ეს არის ის მიზანი, რისკენაც ისწრაფვის ადამიანი. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ურწმუნო ადამიანიც კი აქეთკენ ისწრაფვის, როცა საწყალი ურწმუნო ადამიანი ეძებს ბედნიერებას და არ იცის სად იპოვოს და სად ეძებოს. და 1000 გზის უფრო საწყალი კიდე მორწმუნე და ეკლესიის წევრი, რომელიც მყუდროებას და ბედნიერებას კვლავ ამ სოფელში ეძებს. აქაც მოძებნოს რა მოხდა ადამიანი იტყვის. რა თქმა უნდა, ხე როქშია, საჭმელს შეჭამ, წყურია, დალევ, დაიღლები, დაიძინებ, ქცივა და ღუმელთან გათბები და ასე შემდეგ. ერთმანეთთან ურთიერთობაშიც ვეძებთ სიმშვიდეს და მყუდროებას. გასაგებია ეს, მაგრამ ეს რაც ჩამოვთვალე, ეს არც ერთი ცოდვა არ არის. ეს ადამიანის ხორციელი ბუნებიდან გამომდინარე მდგომარეობაა, რაღაცა უძლურებასთან კავშირში. მე ვსაუბრობ იმაზე, როცა ადამიანი მართლა ბედნიერებას ეძებს ამ სოფელში, იმედი აქვს, რომ აქ რაღაცას ეძებს, რაღაცის მორწმუნე, რაღაცა პერსპექტივები აქვს თავის წარმოდგენაში, რომელსაც განხორციელება არ უწერია. რაც არ უნდა მიზანი კონდეს, რომელსაც მიაღწევ, იმ წამსო ქრება ის, როგორც ბედნიერება და როგორც ნეტარება, იმ წამსო ხელიდან გეცლება. და როცა ადამიანი ეკლესიის წევრია და ვერაცნობიერებს, რომ ბედნიერებას აქ, იმ ბედნიერებას, რომელიც მას აღავსებს, რომელიც მას დააკმაყოფილებს, რომელიც იმას განაცდევინებს, რასაც წეგან ჩვენ საუბრობდით, ღვთაებრივს, რომელიც არ დამთავრდება, რომელიც სულ იქნება, სად არის მას? სულ მზე არ იქნება, კაცო, მზე ჩაქვრება. როცა ადამიანი ამ ქვეყნიურ მიზნებზე არის კონცენტრირებული, მორწმუნეს გულისხმობ, იცით რატოა საცოდავი? იმიტომ რომ ამ ქვეყნიურ მიზნებზე კონცენტრირება ადამიანში თვითგადარჩენის, პირუტყულ ინსტინქტებს და დემონურ ეგოიზმს ამძაფრებს. იმიტომ რომ სხვასაც უნდა ეგრე. და შესაბამისად იწყება ომი და ბრძოლა ადამიანებს შორის და ასეთი ადამიანი ეკლესიის წიაღში არის, მაგრამ კარგავს ქრისტიანის სახეს.